მარკოზის სახარების ეპიზოდს განრღვეულის განკურნების შესახებ განმარტავს მღვდელმთავარი ილია მინიატისი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. განრღვეული და ცოდვილია კაცი, რომლის შესახებაც დღევანდელი სახარება მოახერხებს. განრღვეულობა ეს ნიშნავს დამბლა დაცემულობას, როცა ადამიანს არანაირი გადაადგილების საშუალება უკვე აღარ გააჩნია. ეს უბედური ორმაგად იტანჯება სხეულის განრღვეულობათა და სულიერი ცოდვით. პირველით ის სიკვდილს მიახლებოდა, მეორეთ ის ატანჯოს, მისი ცხოვრებასა და ცხონებას უკიდურეს განსაცდელშია. ხმა გავარდა, რომ უფალი იესო ქრისტე კაპერნაუმის ერთ-ერთ სახლში დიდძალ ხალხს ჭეშმარიტების სიტყვას ასწავლიდა. და ეს უბედური 4 ადამიანმა იქ მიიყვანა და მან ზეციური კურნალისაგან ორმაგი სნეულების ორმაგი კურნება მიიღო. სულისა ცოდვათა მიტევება, შვილო მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენ და სხეულისა განკურნება განრღვეულობისაგან. აღსდეთ და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენდა. მსმენელნო, დღევანდელ სახარებისეულ ამბავში თქვენს ყურადღებას ორ რამეზე მივაფრო. ავადმყოფის ტანჯვასა და მკურნალის ძალაზე. განრღვეული რა საშინელ სანახაობას წარმოადგენს ასეთი ადამიანი. ეს გარდაცვლილისა და დაუმარხავი მკვდრის ნეშტის ცოცხალის სახეა, რომელიც შიგნიდან ცოცხალია, რამე თუ ჯერ ისევ სუნთქავს, გარედან კი მკვდარია, რადგან არ მოძრაობს. სავალალო შეხამება სიცოცხლისა და სიკვდილისა. მას ექიმისა და წამლის არანაირი იმედი არ აქვს. უკურნებელი სენისაგან კურნებას მხოლოდ სიცოცხლის აღსასრულისაგან მოელის. განა ეს არ არის ყველაზე მძიმე ტანჯვა და მაინც ჩვენი მაცხოვრის ერთი სიტყვით აღსდე და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენ და განრღვეული ძალას იკრებს. მის შემხედვარეთა გასაკვირად წოლიარი აღსდგება და მეხსეულად აღსდგა იგი და აღიღო ცხედარი თვისი და გამოვიდა. წინაშე ყოველთასა, ვითარმე განუკვირდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა. განა ეს არ არის ყველა კურნებათაგან ყველაზე იოლი კურნება. ეს სასწაული სხეულზე ხილულად, სულზე კი უხილავად აღესრულება. წარმოიდგინეთ, ერთის მხრივ უბედური, სათნოებების მიმართ უძრავი, მადლის მიმართ უგრძნობის სული, რომელიც ძველი ჩვეული ცოდვისაგან განრღვეული და საუკუნო სიკვდილი ემუქრება მას. მეორეს მხრივ წარმოიდგინეთ ძალა, რომელიც აქვს სულიერი მოძღვრის პირით წარმოთქმულ ამ სიტყვებს, შვილო მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი და აღსდგება მათთან ერთად სული, განიწმინდება და საუკუნო ცხონდება. ახლა აქეთ მოიხედეთ და მაცხოვნებელი კურნების ღია სიმსუბუქეს შეხედეთ. საუკუნო სატანჯველი ეს უდიდესი ტანჯვა ადამიანის სულისა, ყოველ წულს ემუქრება ცოდვილს. ამ ხიფათისაგან თავის დაღწევა კი მას მხოლოდ ერთი სიტყვით შეუძლია. აი ყველაზე იოლი კურნება ღვთის მადლით, ავადმყოფობის ცოდვის სიმძიმე და კურნების მიტევების სიმსუბუქე. ეს ის ორი საკითხია, რომელიც დღევანდელ გადაგებას შეადგენს. ყურადღებით მისმინეთ, რათა აქედან სარგებელი მიიღოთ. არ ვიცი შევძლებთ თუ არა განგიმართოთ თუ რა არის ცოდვა. არაფერს ჩავდივართ ისე იოლად და არაფერს გავიაზრებთ ისე ძნელად, როგორც ცოდვას. ამიტომაც ვცოდავთ ასე იოლად და ასე ძნელად ვინანიებთ. იქიდან, რასაც ეკლესიის მამები ცოდვის შესახებ ამბობენ, შეგვიძლია მხოლოდ დავასკვნათ, რომ ეს უსაზღვრო ბოროტება, თითქმის გმობა ღვთისა, მაგრამ
ეს სიტყვები ან მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის, ან მის სულზე არ ზემოქმედებენ. რა გითხრათ? როგორ გაგახაროთ? თუ რა უსაზღვრო ბოროტება, ცოდვა, როგორ გაგაგებინოთ ამ ცოდვის სიმძიმე. მოდით ასე დავიწყებ. წარმოიდგინეთ, რომ უსაზღვრო ზღვის წყალი ისევე ტკბილია, როგორც მდინარეებისა და წყაროებისა, მაგრამ იქ ერთია მწარე წვეთი. მოხვდა ეს წვეთი და ზღვის მდინარეებისა და წყაროების მთელი წყალი გაამწარა. როგორი მწარე უნდა იყოს ეს წვეთი? შეუდარებლად ბევრად მწარია ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალების ულებ ზღვას ერთ წამში ამწარებს. ცოდვა ეს უსაზღვრო სიმწარეა. შემდეგ იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების დროს მის მიერ აღსრულებული ყველა პირველი სასწაულიდან მხოლოდ ერთი იყო ნათელი დადასტურება იმ ღვთაებრივი ძალისა, რომელიც მას ჰქონდა. როგორც მე ძე ღვთისას მან გალილეის კანაში წყალი ღვინოდ აქცია. 5 პური აკურთხა და უდაბნოში 5,000 კაცი დააპურა. ზღვაზე სულივი დადიოდა, თაბორზე ფერი იცვალა და მზესავით გაბრწყინდა. ასისთავის მონა პეტრეს სიდედრი ცხოვართ საბანელში კი განრღვეული განკურნა. სისხლ მდინარე კუტი წყლულიანი და ხელგამხმარი მოარჩინა. უამრავი კეთროვანი განწმინდა. ბრმებს თვალი აუხილა, ეშმაკეულნი გაათავისუფლა. იაიროსის ასული ქვრივის ძე და ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულების აღსრულების შემდეგ მან წინასწარმეტყველის სასწაულო მოქმედისა და წმინდანის, მაგრამ მხოლოდ ადამიანის დიდება მოიპოვა. როგორც სახარება მოგვითხრობს, ისინი, ვინც ძის სასწაულებს ხედავდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და იტყოდეს, ვითარმეთ არასა და ესრეთ ვიხილეთ. მსგავს სასწაულებს ძველად წინასწარმეტყველნიც აღასრულებდნენ. შემდგომში მოციქულები, ანუ ადამიანები, თუ იცით, როდის გააცხადა იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი ძალა, როდის მოქმედებდა იგი როგორც ძე ღმრთისა, როდესაც მან დღევანდელ განრღვეულს შეუფარავად უთხრა, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. იქვე მსხდომი მწიგნობრები მას უბრალო ადამიანად მიიჩნევდნენ და როდესაც გაიგეს, რომ ლაპარაკობს როგორც ღმერთი, დაასკვნეს, რომ ღმერთს გმოფსო. ვითარმეთ ესე გმობასა იტყვის, ვის ხელეწიფების მიტევება ცოდვათა გარნა მხოლოსა ღმერთსა. თავიანთ ცდომილებაში მათ მაინც დასცდა ჭეშმარიტება, რამე თუ ცოდვათა მიტევება მართლაც და არავის ძალუძ ღმრთის გარდა. მე ვარ იგივე აღმხოცელი უსჯულოებათა, როგორც ამბობს ესაიას წიგნში უფალი. ამბობს ესაიას პირით უფალი ადამიანის გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს იმაზე შხამიანი და საზარელი მხეცი, ვიდრე ის, რომელსაც იოანე აღწერს თავის გამოცხადებაში. მხეცი 7 თავით და 10 რქით, ეს არის სახე უსჯულოებისა, რომელსაც თითქოს და 7 თავი, 7 მომაკვდინებელი ცოდვა აქვს. იგი 10 რქით ღვთის 10 მცნებას თავს ესხმის და ებრძვის. ვის შეუძლია მასზე გამარჯვება? აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხმეს სოდვანი სოფლისანი. მასზე გამარჯვება მხოლოდ ძე ღმრთისას შეეძლო, რომელსაც ღვთის ძლიერება და მეუფება აქვს. უსაზღვრო ბოროტების განადგურება მხოლოდ უსაზღვრო ძლიერება შეუძლია. გონების თვალით წარმოიდგინეთ სასწორი, რომლის ერთ მხარეს სოდვა, მეორე მხარეს ნეტარ სულთა, სერაფიმთა, ქერუბინთა, ანგელოსთა, მთავარანგელოსთა, წინასწარ მეტყველთა, მოციქულთა, მასწავლებელთა, მოწამეთა და მოღვაწეთა მთელი სიწმინდეა. მე ვამტკიცებ, რომ ცისა და მიწის გამაერთიანებელი სიწმინდესაც არ ძალუძს გადაწონოს თუნდაც ერთი ცოდვა, რამე თუ არც ანგელოზებს, არც წმინდანებს არ გააჩნიათ თავიანთი მეუფება იმისათვის, რომ დედამიწაზე თუნდაც ერთი ცოდვა გადაწონონ. მხოლოდ ღმერთს, ღვთის კრავს შეუძლია იტვირთოს მსოფლიო ცოდვა. ეს არის განუზომელი სიმძიმე და თუ კი ანგელოსთა და კაცთა ძალა
არ არის საკმარისი, მაშინ საჭირო აქვს ღვთაებრივი ძალა. რამე თუ მხოლოდ ის არის უსაზღვრო, ყოველივე ამით მინდა იჩვენოთ, რომ ცოდვა უსაზღვრო შხამია, ეს უსაზღვრო ბოროტება და სიმძიმე. ღვთის გაუცხოება დაცემულისაგან და მისგან მიქცევა იქ იმ ქვეყნად მოსალოდნელ ტანჯვაზე ძიმია. განა ეს ბოროტება არ არის უარესი ყველა იმ ბოროტებაზე, რომელშიც ღვთისაგან მოძულებული და უდრო დაჟილი ცოდვილი შეიძლება ჩავარდეს. არსებობს კი წამალი ასეთი ბოროტებისა. ეს წამალი არის ღვთის ძალა და მეუფება. პატივი მიაგეთ ღვთაებრივი მოწყალების სიდიადეს, ღმერთმა ეს მეუფება მოციქულთა სახით თავისი ეკლესიის მღვდლებს მიჰმადლა. მათ ყოველგვარი ცოდვის მიტევებისა და განხსნის განუსაზღვრელი ნება მისცა. მიიღეთ სული წმინდა, როგორც ამბობს უფალი იოანეს სახარებაში. რაოდენი განხსნათ ქვეყანასა ზედა ხსნილ იყოს იგი ცათაშინა. უთხრა მათ წმინდა მუდელ მსახურნო, სულიერნო მამანო, იფიქრეთ ამაზე. ღმერთი და მღვდელი ცოდვებს მიუტევებენ, მაგრამ სხვადასხვა გვარად. უფალი მეუფებრივად თავისი საკუთარი ხელისუფლებით მიუტევებს, ხოლო მღვდელი იმ ხელისუფლების მოწილეობით, რომელიც ღვთისაგან მიიღო. სასუფეველის კარი დახშულია ცოდვილისათვის და მისი გაღება ორი გზით შეიძლება. ღმერთი მას თავისი ძალითა და ძლიერებით აღებს, უშუამავლოდ, გასაღების გარეშე და აღებს ასევე შუამავლით, გასაღებით, რომელიც პეტრეს სახით ქრისტემ ყველა მოციქულს უბოძა და მიქცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი. ასევე აღებენ მას მღვდლებიც ქრისტესგან მიღებული მეუფების გასაღებით. როდესაც განიხილავთ საკითხს თუ რაოდენ დიდი ბოროტებაა ცოდვა, გთხოვთ იმაზეც იფიქროთ, რა იოლი კურნებაა მიტევება. ეჩქარეშია ის, რომ ცოდვათა მისატევებელად ღმერთს ყველანაირი გზის დაწესება შეეძლო. უაღრესად რთული გზისაც კი მაგალითად შეეძლო ეთქვა ადამიანი, შენ ჩემს წინაშე, შენი ღვთის წინაშე შესწოდე, რომ მოგექცე ისე, როგორც მართალი მსაჯული, მაშინ შენი ცოდვებისამებ უნდა დაგსაჯო. შენ დაეცი და ეს ჩემთვის უდიდესი შეურაცხყოფაა. ამიტომაც უნდა გაწიო საუკუნო სატანჯველი. ერთი ცოდვის გამო მთიები გავაძევე ზეციდან, ადამის სამოთხიდან, იმდენივე ცოდვისათვის, რამდენიც შენ ჩაიდინე. სოდომს ცეცხლი ვაწვიმე და გადავწვი, წარღუნა მოვავლინე და მთელი დედამიწა დავფარე. შენც სასჯელის ღირსი ხარ, მაგრამ მინდა ისე მოგექცე, როგორც კაცთმოყვარე მამა. არ მინდა საუკუნოდ დაგსაჯო, მაგრამ ჩემგან მიტევების მისაღებად ან მთელი შენი ცხოვრება ღვაწლით უნდა დაიტირო, ან ჩემი სახელისათვის ევნო. შენი ცოდვებისაგან სარემლით ან სისხლით განიბანო. ქრისტიანენო, ღმერთს ჩვენთვის რაღაც ამდაგვარი რომ გადაეწყვიტა, ჩვენ ცოდვილნი მაინც 1000 გზის მადლიერნი უნდა ყოფილიყავით იმისათვის, რაც მან გვითხრა. მართალია ძნელია ღვაწლი, მძიმეა მოწამეობა, მაგრამ ეს ყოველივე სიხარულით უნდა გაგვეკეთებინა, რათა მიტევება მიგვეღო. ჯოჯოხეთში საუკუნო ტანჯვას მცირე ხნის ღვაწლის ჟობს ერთხელ მოკვდე მოწამეობრივად, ვიდრე სატანჯველში საუკუნოდ კვდებოდე. ძველად უფალი მისთვის სათნო ადამიანებს ამგვარად ექცეოდა. დავითმა 3 დიდი ცოდვა ჩაიდინა. ურია მოკლა, მის ცოლთან ბერსაბესთან იმრუშა და ღვთის აკრძალვის მიუხედავად ხალხი აღწერა. მან შეინანა, მაგრამ ვიდრე მიტევებას მიიღებდა, სიმწრის ფიალა შესვა. პირველი უფალმა მისი ცოდვით ნაშობი ბავშვი მოაკვდინა. მეორე მასთან წინასწარმეტყველი დადი გაგზავნა და შესთავაზა. 3 მძიმე სასჯელიდან 1 ამოერჩია. ეს იყო 3 წლიანი შიმშილი, 3 თვიანი შინა ომი ან 3 დღიანი ჭირი. თელ სამეფოში დაღონებულმა დავითმა თქვა, 3-ვე მძიმე არს ჩემზედა. რა უნდა ვქნა? მან 3 დღიანი ჭირი აირჩია და უფლის ანგელოზმა 70,000 კაცი ამოწყვიტა. ასეთი დიდი სასჯელით
და ტანჯვით მან თავისი ცოდვა გამოისყიდა და ღმერთისაგან მიტევება მიიღო. ახლა ასე აღარ გვექცევა ღმერთი, თუმცა დავითზე მეტად ვცოდავთ, მაგრამ ღმერთს, თუმცა იგი ღვაწლსა და მოწამეობას აღარ მოითხოვს ჩვენ დავითის მსგავს მოწამეობას და ღვაწლს აღარ მოითხოვს ჩვენგან ღმერთი. მაინც შეეძლო ზომიერი გზა მიეთითებინა, ცოდვები ისე მიეტევებინა, როგორც ამას იერუსალიმის ცხოვართ საბანელში სნეულთა კურნებით აღასრულებდა. სახელდობ სოფლიოში ერთადერთი ადგილი იერუსალიმში მიეთითებინა, რათა განსაზღვრულ დროს წელიწადში ერთხელ ზეციდან ანგელოზი ჩამოსულიყო და ჩვენი ცოდვები მოესმინა. ასეთი შორეული მოგზაურობა დიდი გარჯაა, მთელი წელიწადი, ვლოდინი, დიდი მოთმინება, ანგელოზის წინაშე მონანიება, დიდი სირცხვილი და მაინც მადლიერნი უნდა ყოფილიყავით ამისათვის, რომ მოტევებას მივიღებდით ღმერთისაგან და საუკუნო სატანჯველში აღარ ჩავცვივდებოდით. ჰოი ღვთის გამოუთქმელი მოწყალება, მას ესეც კი არ განუსაზღვრავს, უსასრულო ბოროტების გასანადგურებლად, უმძიმესი ტვირთის მოსახსნელად, მან უმსუბუქესი და უმოკლესი გზა გვიჩვენა, რომელი ამას ახლა გეტყვით, როცა უფალი ჩვენი გალილეასა და სამარიას შორის მიდიოდა, მას 10 კეთროვანი შემოხვდა, რომლებმაც ხმამაღლა შევედრეს, იესო მოძღვარ შემიწყალენ ჩვენ. მან მიუგო, წადით თქვენი წყლულები მღვდელს ანახეთ და განიწმინდებითო, წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენი მღვდელთა, კეთროვნები წავიდნენ, ეჩვენეს და განიწმინდნენ. არის კი სნეულება ამაზე უფრო საძაგელი, მძიმე და უკურნებელი, არის კი იმაზე მსუბუქი კურნება, ვიდრე ისა, რაც ქრისტემ იმისათვის გააცხადა, რომ ჩვენ ცოდვილნი გამწმენდილიყავით, წარვედით გვეუბნება იგი, უჩვენეთ თავნი თქვენი მღვდელთა, უმძიმესი სულიერი ავადმყოფობით სნეულო ცოდვილმა, სურთ მიტევება და კურნება, ნუ წახვალთ სამოღვაწეო და სატანჯველად, ეს მეტისმეტად ბევრია, ნუ წახვალთ იერუსალიმში, ეს მეტისმეტად შორია, ასეთი გარჯა არ არის საჭირო, მიდით როცა გენებოთ და რამდენჯერაც გენებოთ, არა ანგელოსებთან, არამედ მღვდლებთან, თქვენს მსგავს ადამიანებთან, გაანდეთ მათ თქვენი წუხილი, გაუმხილეთ თქვენი ცოდვები, მათ აქვთ მთელი ხელისუფლება მიტევებისა, მთელი ძალა კურნებისა, რასაც ისინი აქ მიწაზე განხსნიან მიუტევებენ, ის ზეცაშიც განხსნილი და მიტევებული იქნება. წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენი მღვდელთა. ქრისტიანენო, ჩვენ მივდივართ, ჩვენს წყლულებს ვაჩვენებთ, ჩვენს ცოდვებს ვამბობთ აქ დედამიწაზე. შვილნო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი, ამას ვეუბნება ზეციური მამა ზენანს. მოგიტევებ, ეუბნება აქ, ქენანს მღვდელი. მოგიტევებ, ეუბნება ზენანს, ძე და სიტყვა, აქ მღვდელი გახსნის და მიუტევებს. იქ კი მყისვე ამტკიცებს სულიწმინდა. ამ ძლავრი სიტყვების ზალით განადგურებულია უსაზღვრო ბოროტება, უსასრულო ტვირთი მოხსნილია, საზარელი შხამიანი იარა განკურნებულია, ცოდვა განხსნილია, ჩვენ განრღვეულნი აღვზდეგით, კეთროვანი განვიწმინდენით, მკვდარნი აღვზდეგით და სრულიად გადავსვაფერდით. ბნელეთის ანგელოზები და ნათლის ანგელოზებად ვიქეცით, ღვთის მტრები, მისი მეგობრები შევიქმნით. ჩვენ მის მკერდს კვლავ დაუბრუნდით, მისი მადლი მოვიხვეჭეთ, მისი სიყვარული კვლავ მოვიზიდეთ. ერთი სიტყვით საუკუნო სატანჯველის ღირსი, ცოდვილნი ერთ წამში ზეციური სასუფეველის ღირსი მართავნი გავხდით. ჰოი დიადო, კაცთმოყვარეობა, ჰოი განუზომელო სიყვარულო, შეზახებს ოქრო მესიტყვე მასწავლებელი, შემდგომ იმისა, რაც ცოდვებს შეინანიებს და მტკიცე სამომავლო შემართებას უჩვენებს, ღმერთი მას სრულიად განმართლებულად აცხადებს. არის კი ცოდვაზე უფრო დიდი ბოროტება, არსებობს კი იმაზე მსუბუქი კურნება, ვიდრე ცოდვათა მიტევება. როცა სოდავ, ღმერთს შორდები, დღეს ძლიერ დაშორდი, ხვალ კიდევ მეტად. ღმერთი შენს ნებაზე გტოვებს, ითმენს, შენ შორდები და
წარსაწმენდელის გარყვნილ გზაზე დაკარგული ცხვარებით დაეხეთები ეკლესიისაგან ყოვლადწმინდა საიდუმლოებისაგან საკუთარი თავისა და უფრორე ღმრთისაგან შორს ღმერთს კი თოკის ბოლო უჭირავს და დროდადრო თავისკენ გეწევა ძორწუნდება კი შენი გული ტანჯავს კი სინდისი ოდესმე მაინც ღვთის ხელი თოქს ეწევა და სინანულისაკენ მიყავხარ სიტკბოება ღმრთისა სინანულად მიგიყვანებს შენ გიხმობენ არ მიდიხარ გეწევიან არ ეკცევი არ ინანიებ შენ მეძავზე ხარ მიჯაჭვული ანგარების ჯაჭვით ხარ შებორკილი ბოროტებაში ფესვი გაიდგი იცი თუ არა რა შეიძლება მოხდეს ღმერთი მრისხანებს კტოვებს და შენ უბედურო სრულ მოუნანიებლობაში ვარდები იქიდან კი საუკუნო სატანჯველში მიდიხარ ვინ არის დამნაშავე თავად შენ ვინ შეგიბრალებს არავინ ძმაო ქრისტიანი ცხოველი ღმერთის სახელით გაფიცებ ნუ დაუშვებ თოკის გაწყვეტას როცა სიტკბოება ღმრთისა სინანულად მოგიყვანებს შენ წადი და ღმრთისაკენ მიიქეცი ღმერთი გაშლილი და უტკბესი ხელებით მიგიღებს შვილო მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენ ღმერთმა დაბოლცოთ და